სპეციალური აუდიო აპარატურა და ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 2 დღის შემდეგ დააბრუნა. ავტომობილი, რომლითაც ტექნიკა პრეზიდენტის გამოსვლისთვის გადაჰქონდათ, საანქცირებული მინისტრის ვახტანგ გომელაურის უწყებამ კვირას გაიტაცა. მის დაბრუნებაზე კი უწყება იმ მოტივით ამბობდა უარს, თითქოს ავტომობილი ძაღლს დაეჯახა და ეს მაშინ, როცა ის ევაკუატორზე იყო განთავსებული. ირაკლი ბახტაძე მოგუყვება აბსურდული ბრალდებით დაკავებული ტექნიკის აბსურდულ საქმეზე უფრო ცლად ირაკლი გისმენთ. თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ სპეციალური აუდიო აპარატურა, ავტომობილი და ის მოწყობილობები, რომლებიც ამ ავტომობილში იყო განთავსებული, რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე დააბრუნეს. ეს მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ ერთგვარი ექსპერიმენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ გამომძიებლებს, რომლებსაც ეს საქმე ჰქონდათ დაწერილი, დაუკავშირდით. ერთ შემთხვევაში ჩვენ გავეცანით, როგორც სატვირთო ავტომობილის მძღოლი და გამომძიებელს კითხეთ, თუ რა იყო მიზეზი, რის გამო ჩვენ ვერ შევძლებდით საჯარიმოდან გამოყვანას ავტომობილის. ერთ-ერთი გამომძიებელი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია თუ რა არის მიზეზი, რომ ავტომობილს არ გვატანენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი საჯარიმოდან. მეორე გამომძიებელი კი ამბობს იმას, რომ თითქოს და ავტომობილი, რომელიც ევაკუატორზე იდგა, დაეჯახა ძაღლს და ეს იყო მიზეზი, რის გამოც შეუძლებელი იყო ოპოზიციონერების კუთვნილი ტექნიკის გამოტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარიმოდან. თუმცა, როგორც ჩანს, შედგა კომუნიკაცია და გაიგეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვამზადებდით რეპორტაჟს ამ თემასთან დაკავშირებით და მალევე ექსპერიმენტიდან უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და ორივე ავტომობილი დაუბრუნეს მძღოლებს, რომლებსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდათ ჩამორთმეული ეს ავტომობილი. ერთ შემთხვევაში აღსანიშნავია ის, რომ გამომძიებლები ამტკიცებდნენ იმას, რომ ავტომობილი, რომელიც ევაკუატორზე იდგა, დაეჯახა ძაღლს და ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ვერ შევძლებდით ჩვენ ამ ავტომობილის გამოყვანას. თუმცა რომ დაუსვით კითხვები, თუ რა ადგილას მოხდა ეს ყველაფერი და არსებობდა თუ არა რაიმე სახის მტკიცებულება, ასეთ შემთხვევაში გამომძიებლებს არ ჰქონდათ არანაირი სახის მტკიცებულება, თუ რა იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციონერებს არ აძლევდნენ ამ კონკრეტულ ტექნიკას. ჩვენ რასაკვირველია ჩავწერეთ ის პირები, რომელსაც ეკუთვნის ეს ტექნიკა, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი დაშინების მცდელობა და პრინციპში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა დავალება, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე არ გამოსულიყო სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს თავისუფალი მოქალაქეებისთვის არ გაეკეთებინა მიმართვა, თუმცა ამის მიუხედავად მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის სცენაზე ასულიყო და გაეკეთებინა ის განცხადებაც, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირიდან მოვისმინეთ. ბატონო გამომძიებელ ზურაბ, გამარჯობა. იმ მანქანასთან დაკავშირებით გირეკავთ, აი თქვენი მტკიცებით, რომ ძაღლი გავიტანეთ. ხო და შეეშავა, არ გაგვიტანია ძაღლი? თუ რა მოხდა? არ ვიცი, არა, ის არ ვიცი რა მოსარახი. მე არ ვარ მეთქიტებს, რა გითხარ? ისე ბატონო ხვიჩა, რა საინტერესოა ევაკუატორზე რომ დგას ეგეთმა მანქანამ, ძაღლი როგორ უნდა გაიტანოს, ძალიან საინტერესოა. და სად მოხდა ეს შემთხვევა? თქვენი თანამშრომლები ხო იმყოფებოდნენ? არ ვარ ბატონო, ვანდებული არ ვარ, რო დეტალები. თქვენ ხო იმყოფებოდით ამ მანქანაში და თუ ეს შემთხვევა იმ წუთას მოხდა, მერე რატომ და სხვები ხო იმყოფებოდნენ? სულ მე თქვენთან საუბარი არ ვარ ვანდებული, ამ საგამოძიებად თქვენ ჩაგაბაროთ და მანქანაში მე არ ვიმყოფებოდი. გუშინ წინის მერე ვრეკავთ ამ გამომძიებლებთან, ჯერ გვეუბნებიან, რომ უნდა მივიდეთ შუშებიანში რამიშულზე რო არის, მანდ მიდიან მძღოლები და ეუბნებიან, რომ ამ მანქანას თქვენ ვერ გაგატანთო ჯერო, თუ რატო ვერ გაგატანთ, ამისთვის გამომძიებელს უნდა დაურეკოთ. ურეკავენ ამ გამომძიებელს. პირველი ზარის შემთხვევაში უთხრეს, რომ გენერატორის სატვირთოზე რომ ბავშვი გაიტანაო და ის მტკიცებად არისო და ვერ გაგატანთ ახლა მანქანასო. მე რო გაგიჟდეს და მე რა ბავშვი გავიტანეთ, თუ ხართ ნორმალურიო. შემდეგ მეორე ზარზე უკვე შეცვალეს და ბავშვი არა ძაღლი გაიტანაო ამ მანქანამო. ამიტომ ჩვენ აღუკეთეთ ეს ყველაფერიო და მანქანა გადაყვანილი გქონს საჯარიმოზეო. ძაღლი საწყლები. რო ვეკითხები ძაღლი როგორ არის თქო, მაგასაც არ პასუხობენ. აი ხამ გამომძიებელს კითხე ძაღლი როგორ არის თქო და რა ძაღლი ვინ ძაღლიო. ძაღლის ცოცხალია, აპარატურაც დაბრუნებული, უკვე ოპოზიციონერების ხელთ არის ის ტექნიკა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიღბიანმა პოლიციელებმა გაიტაცეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ყავდათ გამოგონილი ბრალდებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარიმოში. ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში აპირებდნენ ისინი ამ ტექნიკის გადამალვას შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ საჯარიმოში.